2025 წელი არ აღმოჩნდა ის წელი, რომელმაც მრავალი კონფლიქტი ან ძირითადი კონფლიქტები მოაგვარა ან შექმნა რაღაც საფუძველი იმისთვის, რომ ვთქვათ, რომ ეს კონფლიქტები მოგვარდება. არა. პირიქით, მან ერთგვარი შეშაც კი მიაყარა ამ კონფლიქტების ცეცხლს და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2026 წელი იქნება იმ კონფლიქტების გაგრძელების პერიოდი, ზოგ შემთხვევაში კიდევ უფრო მასშტაბის გაზრდის პერიოდი, რაც ჩვენ ვიხილეთ 2025 წელს. ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ გაგრძელდება ირანის და ისრაელის დაპირისპირება, იმიტომ რომ სხვადასხვა მიზეზის გამო, იმიტომ რომ როგორც გარდა იმისა, რომ არსებობს მთელი რიგი მინიშნება, რომ ირანი აგრძელებს თავის ბირთვულ პროგრამას, ასევე ის ძირითადი ფაქტორი, რაც განაპირობებს ისრაელ-ირანის დაპირისპირებას, ანუ რეჟიმის არსებობა ირანში, ეს პრობლემა არ არის ისრაელისთვის მოხსნილი, შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საფუძველი ამ კონფლიქტის გაგრძელების არსებობს. ასევე ბუნებრივია, იგივე ეხება რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ ვიცით, რომ ერთადერთი მყარი საფუძველი ამ ომის შეწყვეტის არის რუსეთის სამხედრო დამარცხება და შესაბამისად პოლიტიკური ასევე რეჟიმის ცვლილება რუსეთში, ესეც არ მოხდა, ჯერჯერობით საფუძველი ამას არ აქვს, თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთში სერიოზული ეკონომიკური კრიზისის ნიშნები გაჩნდა, რაც კიდევ უფრო გაღრმავდება და შეგვიძლია იმედი ვიქონიოთ, რომ ეს გახდება რეალური საფუძველი გარკვეული პროცესების ერთგვარი კატალიზატორის როლის შესრულების რუსეთში. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კიდევ უფრო გამწვავდება საკითხი ტაივანთან მიმართებაში, იმიტომ რომ სტრატეგიული გადმოსახედიდან რუსეთ-ჩინეთის კავშირი ქმნის სწორედ იმ მშვენიერ წინაპირობას იმისთვის, რომ როცა რუსეთი აკავებს უკრაინის ფრონტის მიმართულებით დასავლეთს და ხლეთს დასავლეთის და შეერთებული შტატების ერთიანობას, ეს არის მშვენიერი წინაპირობა ჩინეთისთვის, რომ ამავე დროს იგივე მიდგომა გამოიყენოს ტაივანთან მიმართებაში და აქ მარტო დატოვებული შეერთებული შტატები მისთვის ისე უკვე ძლიერ მოთამაშედ აღარ ჩანს და შესაბამისად მას ერთგვარი ეხსნება ყველანაირი შებოჭილობა და ბორკილები, ერთგვარი ეს შეზღუდვები იმისთვის, რომ განახორციელოს თავისი სამხედრო ზრახვები ტაივანთან მიმართებაში და აი ასეთი შეხედულებით უამრავი რო დავასკვნათ ერთგვარი რეზუმე რო გავაკეთოთ, იქიდან გამომდინარე, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ დე-ფაქტოდ გამოაცხადა არსებული საერთაშორისო წესრიგი და არსებული საერთაშორისო პრინციპები ზოგადად წესრიგის, რომელიც პაქს ამერიკანა რაზეც არსებობდა მსოფლიო წესრიგი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, ეს წესრიგი მან გამოაცხადა დასრულებულად და მკვდრად. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოხდება კონფლიქტების კიდევ უფრო მეტი რეგიონალიზაცია, კიდევ უფრო ბევრ კუთხეში იფეთქებს კონფლიქტები, რომელზეც ჯერ ჯერჯერობით ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ დარწმუნებით, რომ ეს კონფლიქტები გაჩნდება თუ